დღესვე გიორგი ვაშაძემ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართულ-ჩერქეზული საზაფხულო სკოლის 15 ეთნიკურ ჩერქეზ მსმენელს სიმბოლური პასპორტები გადასცა. საერთაშორისო ქართულ-ჩერქეზული საზაფხულო სკოლა ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში გუშინ გაიხსნა. ერთკვირიანი კურსის ფარგლებში დაუდგმელია როგორც სალექციო კურსი, ისე რამდენიმე შემეცნებითი საგანმანათლებლო ტური ფიჭვნარში, გონიო-აფსაროსის მუზეუმ ნაკრძალში, მაღალმთიან აჭარაში, ანაკლიასა და ქუთაისში. კურსის დასრულების შემდეგ ქართულ-ჩერქეზული საზაფხულო სკოლის მსმენელებს სამახსოვრო საჩუქრები და სერტიფიკატები გადაეცემათ. გადავეცით სიმბოლური პასპორტები იმ რეფორმების საჩვენებლად, რაც ხდება და ხორციელდება საქართველოში. საქართველო არის კავკასიის, ასე ვთქვათ, შემადგენელი ნაწილი და რა თქმა უნდა, კავკასიის ერთიანი სახლის იდეა, ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი იდეაა, რომ პარალელურ რეჟიმში ვითარდებოდეს ყველა სახელმწიფო, ყველა ერი, რომელიც ყველა ეთნიკური ჯგუფი, რომელიც კავკასიაში ცხოვრობს. მათ ქვეყანაში საკმაოდ დიდ ხანს უწევთ მათ აიღონ ჩვეულებრივი პასპორტი, სულ რაღაც ერთ დღეში მათ გადაეცათ ესეთი სიმბოლური პასპორტები.